5-დან 15 ივლისის ჩათვლით ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი ნოდარ დუმბაძის მეხუთე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს, რომელიც წელს საიუბილეო და მეათედ აღინიშნება. წლევანდელი ფესტივალი განსაკუთრებულად მრავალფეროვანი პროგრამით, ქართული მწერლების საოცარი ნიმუშებით იქნება გამორჩეული. 10 დღის განმავლობაში ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამივე სივრცეს 6 უცხოეთის თეატრი და 15 ქართული თეატრი დაიკავებს, რომლებიც ჯამში 21 სპექტაკლს წარმოადგენენ. ფესტივალი შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის სპექტაკლით დავით კლდიაშვილის მსხვერპლი გაიხსნება, რეჟისორი გიორგი კაშია. მნიშვნელოვანია, რომ წელს ფესტივალში უცხოური თეატრებიდან ისრაელი პირველად მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალის დამფუძნებლები გახლავთ საქართველოს კულტურის სამინისტრო, ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიები. დუმბაძის ფესტივალს მეორე ფესტივალზე გადაწყდა, რომ ეს იქნებოდა ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი, ასეთი ლოგოთი ნოდარ დუმბაძე ქართული მწერლობა. 21 სპექტაკლი გვაქვს წელს, 3 სცენაზე, ანუ დიდი სცენა, მცირე და ექსპერიმენტული და 5 სპექტაკლი ჩოხატაურში. 15 ქართული თეატრი იქნება წელს ფესტივალზე წარმოდგენილი. რა თქმა უნდა, გახსნის რუსთაველის თეატრი. 6 უცხოური თეატრი ვყავს. ეს არის პირველად საბერძნეთი, რომ არასოდეს ფესტივალში წარმომადგენლობა იყო, მაგრამ საბერძნეთს არ მიუღია მონაწილეობა. ესპანეთი, ისრაელი, უზბეკეთი, ყაზახეთი, რომლებიც მუდამ დუმბაძეებით ჩამოდიან და ეს ძალიან დიდი საქმეა, მაგრამ დუმბაძეებთან ერთად გოდერძი ჩოხელი. რაც თავარია, წელს ცოტა სხვა ფორმაც და ფერიც მივეცით და ოზურგეთის თეატრთან ერთად აზერბაიჯანმა გადაიდგა საოცრად დიდი ნაბიჯი კუკარაჩა აზერბაიჯანულ ქართულ ენაზე. მეექვსე ფესტივალი გაიმართება, ბატონებო, 2028 წელს. ეს მეექვსე ფესტივალი იქნება ნოდარ დუმბაძე 100, ოზურგეთის თეატრი 160.